გაქცევა გიმნაზიიდან. მე კარგად უკითხულობდი, მაგრამ რუსული არ ვიცოდი. ბავშვები კი რუსულ ენაზე სწავლობდნენ. იმ დროს გიმნაზიაში ჰქონდათ ფირფიტა, ვინც ქართულად იტყო და რამეს მისცემდნენ ამ ფირფიტას, თანაც გრძელ სახაზავს მაგრად დაარტყამდნენ ხელზე. მერე ის იმ ფირფიტას მისცემდა სხვა მოსწავლეს, რომელიც ქართულად დაილაპარაკებდა, თან სახაზავსაც დაარტყამდა. ასე აძლევდა ამ საშინელ ფირფიტას ერთი ბავშვი მეორეს და გადადიოდა ხელიდან ხელში. ვისაც დღის ბოლოს ფირფიტა ჰქონდა, კლასში საღამომდე უსადილოდ იყო. ბევრმა მოსწავლემ არ იცოდა რუსული და შიშით სულ არ ლაპარაკობდა. სულ ერთი კვირის მისული ვიყავი გიმნაზიაში, რომ მოვიდა ჩემთან ერთი პატარა, ლამაზი ბიჭი და ტკბილი ღიმილით, მეგობრულად მკითხა რაღაც ქართულად. მეც ქართულად უპასუხე, რუსული ხომ არ ვიცოდი. მან ბოროტი სიხარულით ხელში მომცა ფირფიტა. ბიჭს სახაზავის ხელზე დარტყმაც უნდოდა. მე ვკითხე, რა გინდა, მარტო ვართ, ნუ დამარტყამ, ვინ გაიგებს? ბიჭი უარს ამბობდა, რატომ მე ხომ დამარტყე, შენც უნდა დაგარტყა. მე კი ეს არ მინდოდა. ამ დროს მასწავლებელი შემოვიდა, ბიჭი მივიდა და ყველაფერი უთხრა. გამიყვანეს. გავედი შიშით. მასწავლებელმა მკაცრად მკითხა. ამას რატომ აკეთებ? აქ შენი სახლი კი არ არის. მე ჩუმად რაღაც ვთქვი. კარგი, მე გასწავლი ჭკუას. მითხრა ბრაზით და დაუძახა დარაჯს. დაარტყით ჯოხი. მე შიშით გავიქეცი. აბა დაიჭირეთ, იყვირა მასწავლებელმა. მოსწავლეებიც აყვირდნენ და კარებთან დადგნენ. მე სხვა კლასში შევირბინე. იქაც ყველა აყვირდა, მაგრამ შევხვდი ფანჯარაზე, გავტეხე მინა, გადავხტი და გავიქეცი შინისკენ. დარაჯები მორბოდნენ და უნდოდათ ჩემი დაჭერა. წინ კი მე გავრბოდი კურდღელივით. შეშინებული სწრაფად შევარდი შინ. მშობლებმა ყველაფერი გაიგეს და შეწუხდნენ. მამამ მითხრა, წადი ისევ გიმნაზიაში. ეგ მარტო შენს თავზე ხომ არ არის. ყველას ჯოხს ურტყამენ. მოითმინე და ბოლოს კაცი გამოხვალ. გიმნაზიაში სხვანაირად არ შეიძლება. მე არაფრის მოსმენა არ მინდოდა და დედას უთხარი. თუ კიდევ წავალ იმ საშინელ გიმნაზიაში, წყალში გადავხტები და თავს მოვიკლავ. შეშინდნენ ჩემი მშობლები და არაფერი მითხრეს. ამის შემდეგ ერთი კვირა სახლში ვიყავი და გიმნაზიაში არ წავედი.